მართლები არიან, რასაც აკეთებენ, ანუ როცა სასანქცირებენ და საქართველოს ხელისუფლებას განეხილავენ როგორც პრორუსულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების მოწინააღმდეგე, კონსტიტუციაში დაფიქსირებული მისწრაფების მოწინააღმდეგე ხელისუფლებას. აქ არის ახლა ერთ საინტერესო რაღაცა, რაც ეხება სანქციებს, იმიტომ რომ სანქციები არის საკმაოდ მძიმე. ვილსონმა როგორც გამოაცხადა, ეს ბიზეევანშვილი არის პირველი, მაგრამ არ არის ბოლო. ნუ მანამდეც იყო, ხო, მაგალითად გომელაური ეს არის შეყვანილი იმაში, ხო, მაგნიტსკის სიაში. მაგრამ აქ არის საინტერესო რამე, იმიტომ რომ ეს დასანქცირება, რაც ამერიკის ხაზინამ მიანიჭა ჯილდოთ ივანიშვილს, ეს არის ეს ამავე დროს ეხება ყველა პარტნიორს, რომელიც მასთან პარტნიორობს და მასთან ეს ძალიან იცი, აი მანდ მინდა ცოტა თუ გარკვეული ხარ, რა გვიჩნდა, იმიტომ რომ ზოგი ამბობს, რომ ბოლომდე არ არის დასანქცირებული, რაღაც შანსები კიდე დაუტოვეს, აი ეს ნუ ბოლომდე მე როგორც ვიცი, ბოლომდე არ არის ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ, ესე იგი ბანკებს არ აუგზალეს ესა მისი ანგარიშების ფლობა, მაგრამ ბანკებს აუგზალეს გადარიცხვა, მაგალითად აუგზალეს არა. ესე იგი ყურადღების არეალში მოხდება ამერიკის ხაზინის, თუ კი მაგალითად კრედიტ სუისი დაუბრუნებს მას იმპულს, რომელიც მან მოუგო, აი ინტერვიუში რო თქვა ივანიშვილმა, რომ მე აი იმაში გაზაფხულზე ყველაფერი გადაწყდება, არაფერი არ გადაწყდება, მოკლედ კრედიტ სუისი ამას ორჯერ არის იზამს, იმიტომ რომ არავის არ უნდა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ყურადღების ქვეშ მოხვედრა. მაგრამ აქ არის კიდევ ერთ საინტერესო რამე. ივანიშვილი შეიძლება ესე იგი გარეგნულად და ასე ვთქვათ, კეთილდღეობის თვალსაზრისით არაფერს არ მოუვიდეს ამ სანქციების გამო. ნუ გასაგებია ამერიკაში ქონება, ნუ ბრუკლინში აქ სასახლე ამბობენ, ნუ კაი, კი ბატონო, დაყადაღებულია შესაძლებელია საფრანგეთმაც დაუყადაღოს, ხო, თავისი ქონება. რუსეთი არ დაუყადაღებს, საქართველოს არ დაუყადაღებს, ის გააგრძელებს ცხოვრებას, ხო, ესე იგი, იმიტომ რომ ახლა უშუალოდ ისა, ესე იგი, მისი საბანკო ანგარიშები არ არის ჯერჯერობით შეზღუდული, ხო, საქართველოში რაც არის, კი ამერიკაში რაც არის, ისინი შეზღუდულია და ყურადღების ქვეშ არის, მაგრამ აქ არის ერთ საინტერესო რამე. ხო, და ამას ვამბობ, აი ეს არის ზუსტად რა ისე თქვაც მინდა, კი, ივანიშვილს შეიძლება, ესე იგი, აი ესე პირდაპირ არც არაფერი არ დაემუქროს, მაგრამ წესი ძალიან შეწუხებული უნდა იყოს ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც ფლობს ხილ ბიზნესს და რომელიც არ არის ისე უზრუნველყოფილი თუ კიდე სახელმწიფოს მხრიდან და თუ კიდე ფინანსურად, როგორც არის მაგალითად ივანიშვილი და რამდენიმე ტიპი, ხო, მის გარშემო. ანუ ეს ხალხი არიან სერიოზულ წუხილის ქვეშ, იმიტომ რომ მათ უკვე უჭირთ ივანიშვილთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ივანიშვილთან ურთიერთობა და ნებისმიერი ტრანზაქცია იქნება თუ ფინანსური ინტერესი იქნება თუ ბიზნეს ინტერესი იქნება, ისინი მოხვდებიან, ესე იგი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ყურადღების ქვეშ და მათ ეს რა თქმა უნდა არ უნდათ, იმიტომ რომ მათ არ აქვს გაუშვათ ეს შესაძლებლობა, რაც ივანიშვილს აქვს და ნუ არაფერი დასამალი არ არის და ესეც მოსალოდნელი რომ მათ უნდა საკუთარი ბიზნესების განვითარება, ხო? არანაირად არ უნდათ რომ ეს ყველაფერი იყოს ჩამოკიდებული ივანიშვილზე. ისინი არიან ცუდ მდგომარეობაში ამ ხრივ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ კი და რა არის ჩვენთვის შედეგი? ამ შემთხვევაში ჩვენ იმას კი არ უნდა ვეუბნოთ, რომ ესე იგი ივანიშვილი შეეშინდება და ის დაუშვათ თავის გზას გადავა, იმიტომ რომ ნუ რაღაცა აზრით ის ცდილობს ითამაშოს zero win game, ანუ არაფერი არ დაუთმოს მოწინააღმდეგე მხარეს და ბოლომდე გაიტანოს თავის. კი, მას ეს შეუძლია ის დაკარგავს ბერს, მაგრამ ნუ ახლა მისი 7 მილიარდიდან ჩვენთვის წარმოდგენა ძნელია და უშუალოდ რომ დაკარგოს 2 მილიარდი, რაც ნიშნავს ეს ან დაკარგოს 3 მილიარდი, ხო, ეს რთული ის არის. მაგრამ აი სიჯუტე, რომელსაც ავლენს ივანიშვილი თვითონ და მისი ქვეშევრდომები, სკოლახიძე იქნება თუ ვინ იქნება, ეს სიჯუტე ძალიან ცუდად მოქმედებს იმ ქართულ ბიზნესმენებზე, რომელიც საქართველოში ოპერირებენ და საქართველოში უნდა საქმის კეთება. რას მოიტანს ეს, მოკლედ რო ვთქვათ რა, საბოლოოდ ჩვენ მივალთ იმ მდგომარეობამდე, თუ კი არ მოხდა ახალ არჩევნებზე შეთანხმება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ორი რაღაცაა, ხო, რასაც მომიტიკეები ითხოვენ და რასაც ჩვენ ვიტყვით ყველა, ეს არის პოლიტპატიმრების გამოშვება ყველასი, სააკაშვილიდან დაწყებული და ჯარიმების გაუქმება და ახალი არჩევნების ჩატარება. აი ეს არის, ხო, მოთხოვ, თუ ამაზე არ დათანხმდა, ეს ბიზნესმენები, რომლებიც არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ამ ივანიშვილის დასანქცირების გამო, ნელ-ნელა დაიწყებენ პროტესტის დაფინანსებას. აუცილებლად დაიწყებენ, იმიტომ რომ მათ სხვა გზა არ ექნებათ, იმიტომ რომ ისინი თუ დაინახავენ, იმიტომ რომ გამოსავალი ხო რაღაც უნდა გადაწყვეტეს, რომ მათ გამოსავალი სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ესე იგი ან თავისი ბიზნესი დახურონ, რაც ნუ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ახლა რაც არ უნდა როგორ წარმოდგენს არ უნდა ვიყო ჩვენ ბიზნესმენებზე და ბანკირებზე, ეს მათი საქმეა და მათი მიზნებია, ხო, ცხოვრების. ისინი ამაზე ვარ საერთო ამაზე ვარ თქვა. ამიტომაც ისინი თუ გაივლის რამდენიმე კვირა თუნდაც, ხო, იმის მერე
აქ ისიც არის მნიშვნელოვანი 20-ის მერე 20 იანვრის მერე რა განცხადებას გააკეთებს ტრამპის ადმინისტრაცია ისინი 20-ის მერე ისინი დაიწყებენ იმაზე ფიქრს რომ ხომ არ დავაფინანსო პროტესტი იცი რა ხო არ ყოფილა პრეცედენტი უკვე ან ხო არ არის თქვათ ეს რეპრესიები გასაგებია ივანიშვილის მაგრამ ბიზნესის წარმომადგენელთა მიმართ ხო არ არის რაღაცა ჯერ არაფერი არ არის ძალიან უფრთხილად იმიტომ რომ აი ისიც კი ხო ესე იგი ახლა ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო პირველი კანდიდატი ივანიშვილის მერე დასანქცირების არის რუხაძე რა თქმა უნდა ხო ამერიკის მოქალაქეა საერთოდ ამერიკის მოქალაქეა თლიანად ხო ესე იგი აქვს რა თქმა უნდა კონდიოფასიან ქაღალდებში პირველი ის გამოვიდა და ну გარდა იმ ბიზნესმენებისა რომელსაც აშკარად გამოხატეს პროტესტი სრულად მოულოდნელი იყო იმიტომ რომ რუხაძე პირველად უთხრა ყოლახიძეს ანუ მათმა ადამიანმა ხო ის მარტო სამთავრობო ბიზნესმენი კი არ არის სამთავრობო ტელევიზიის ფლობელიც არის ამავე დროს ხო პატრონი სრული პატრონი და როგორც ამბობენ ივანიშვილის ერთ-ერთი ბანკირი იმათ პირდაპირ უთხრა რომ ესე არ უნდა ესე არ შეიძლება ქცევა ყოლახიძეს პირდაპირ უთხრა და გასაგებია რატომ უთხრა მანაც შეუთვალა ამ ხრივ ერთი მხრივ ივანიშვილსაც შეუთვალა თავისი აზრი და მეორე მხრივ თავისი პოზიცია დააფიქსირა, იმიტომ რომ ის ნამდვილად მოხდება, ხო ესე თუ გაგრძელდა, ის პირველი კანდიდატია, რომ შემდეგი სანქციების ობიექტი არის ის რა. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ ესე იქნება, ეს გარდაუვალია, ეს სტრუქტურები ესე მუშაობს, ახლა იმათ რაც არ უნდა იფიქრონ და რაც არ უნდა იფიქრონ ივანიშვილს, არა ბატონო მიზნად ჩვენ როგორ იგადრება თქვენ წინამდე როგორ წავალ, ისინი აუცილებლად იფიქრებენ ძალიან მალე იმაზე, რომ პროტესტი უნდა დაფინანსდეს და აუცილებლად იპოვიან ამ გზებს დაფინანსების, რა თქმა უნდა. კარგი